რედისონში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს. ეს ღონისძიება საქართველოში პირველად იმართება და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. კონგრესს ესწრებიან ექსპერტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან, ასევე საქართველოს მთავრობის წევრებიც. ნატა ქაჯაია მუშაობს დილიდან ღონისძიებაზე და ისახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ნატა, რა თემები განიხილება კონგრესზე? მსოფლიო კონგრესზე საქართველოს მსოფლიოს 38 ქვეყნისგან მიიღებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებების გაავრცელებლობას, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს სამუშაო, რადგან აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ეგრეთ წოდებული შავი ხვრელები, რომლითაც სარისკოა ასეთი ნივთიერებების გავრცელება. დღევანდელი მსოფლიო კონგრესი გახსნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ უცხოელ სტუმრებს სიტყვით მიმართეს დღეს ჯანდაცვის და გარემოს უწყებების პირველმა პირებმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა. ქებები რისკებისა და საფრთხების შემცირება მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტს წარმოადგენს. გამონაკლისი არც საქართველოა. აღნიშნულ სფეროში სახელმწიფოს ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს მთავრობამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. 2014 წლის 14 თებერვალს დამტკიცებული იქნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია. ეს არის ძალიან კარგი ფორუმი იმისთვის, რომ გლობალური უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი და გაუმკლავდეთ ისეთ საფრთხეებს ეფექტიანად, როგორიც არის ბირთვული საფრთხე, როგორიც არის რადიაციული საფრთხე, ქიმიური და ბიოლოგიური. ასე რომ თქვენ მთავრობა მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს რეფორმები დაიწყო სწორედ 2013 წელს, შეიქმნა უწყებაჩორისი საბჭოც, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მისი ხელმძღვანელი. მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება იმითაც, რომ მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის ეგრეთ წოდებული თეთრი ლაქები, სადაც ბევრი უკონტროლო ზონებია და აქედან გამომდინარე, სწორედ ამ საკითხზე მე ჩემს გამოსვლაში გამომახვილებ ყურადღებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც განსაკუთრებით ამ კუთხით უნდა მიაქციოს ყურადღება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მონაწილეობას იღებს მასში 100-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი. მათი მხრიდან მოხდება გამოცდილების გაზიარება, იმ საუკეთესო პრაქტიკის მექანიზმების გაცვლა, რაც უკვე მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყანას და ჩვენ სამინისტროსაც ჩვენი ფუნქციების ეფექტურად შესრულება განხორციელებაში. მსოფლიო კონგრესს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდრიუ ვებერი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც სიტყვის გამოთვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველო არის ბრწყინვალე მოდელი იმისა, რომ ის აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ უსაფრთხოება მსოფლიოში იყოს დაცული. ეყოლება CBRN-ის ქვედანაყოფი, რომ UNICEF-ის, ევროკავშირის. Georgia has been a leader. საქართველოს ნამდვილად ბუნებრივი ადგილია ასეთი კონგრესის ჩასატარებლად. საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში არის ლიდერი იქნება ეს იარაღის მასობრივი განადგურების, აღკვეთის თუ ქიმიური საფრთხის შემცირების სფეროში. საქართველოში 1999 წლიდან ჩამოვდივარ. მაშინ ჩვენ მუშაობდით გამდიდრებული ურანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენ ვაძლიერებთ შესაძლებლობებს, რომ საქართველოს უკეთ შეძლოს ბირთვული კონტრაბანდის აღკვეთა. ასევე უკეთესად გაუწიოს მონიტორინგი ინფექციურ დაავადებებს, შეამციროს ბიოლოგიური საფრთხე. საქართველოს თავისი წვლილი აქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. პარტნიორობა ჩვენ ქვეყნებს შორის ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს მასპინძლობს კონგრესს. ეს იქნება კარგი გამოცდილება საქართველოსთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ დასაფასებელია საქართველოს ძალისხმევა და საერთაშორისო აქტივობების საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. საქართველოს იქცა ბრწყინვალე მოდელად იმისა, რომ მას შეუძლია იყოს კარგი პარტნიორი. საქართველოს პატარა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებით სოლიდური ფესვები გაიდგა. აღმოფხვრა კორუფცია. ეს კი კარგი ნამუშევარია. ახლა დღის წესრიგში უსაფრთხოებაა. სწორედ ამაზე ახლა სამუშაო და ჩვენ თანამშრომლობთ საქართველოსთან ამ მიმართულებით. კონგრესი არის 4-დღიანი. მეოთხე დღეს კონგრესის მონაწილეებს შეუერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან გააფორმებს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლებისთვის ლუგარის სახელობის ცენტრის გადმოცემას. ნატა ქაჯაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში